მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩვენს დღევანდელ სტუმრებს. იმისთვის რომ ხართ ჩვენთან ერთად და იმედი მაქვს რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა. ჩვენს გულშემატკივრებს ვეტყვი რომ დღევანდელი ლექცია არის Cyber Talks-ის ერთგვარი კულმინაცია და ბოლოღია ლექცია იქნება ეს. ამიტომ მაქსიმალურად შევეცადეთ რომ აგვერჩია რაღაც შეჯამება და თემა რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა სტუდენტებისთვის. ჩვენი დღევანდელი თემა არის დასაქმება, როგორი არის ტექნოლოგიური მიმართულებით შრომითი ბაზარი, როგორ შევარჩიოთ პროფესია დამსაქმებელი და როგორ შეიძლება რომ ჩვენი თავი აღმოვაჩენინოთ ეგრეთ წოდებულ ტალანტების მაძიებლებს და ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ ჯეპრას უფრო სპეციალისტთან სოსო გალუმაშვილთან ერთად და აჭარაბეთის ტალანტების ძიების განყოფილების ხელმძღვანელთან ირაკლი მიქიაშვილთან ერთად. სალამი მეგობრებო. გამარჯობა, მადლობა დიდი მოწვევისთვის და ძალიან მოხალული ვარ რომ ესეთ საინტერესო ორგანიზაციაში კოლექტივში მოვხდით და ჩვენი მოვხდით როგორც ჩემი კომპანიის სახელით და შეგვიძლია გაგიზიაროთ ის გამოსვლება სხვა. მოგესალმებით, მივესალმები სტუდენტებს, მივესალმები მაყურებელს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღეს ვისაუბრებთ მართლა იმ თემებზე, რომელიც სტუდენტებისთვის, თქვენი თქვათ არ ვიცი რა დავარქვა, ბენეფიციარებისთვის, ძალიან საინტერესო ადამიანებისთვის გვაქვს საშუალება რომ გაუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. დიდი მადლობა. ისე გამოცდილების გაზიარება შეეხედა, პატარა შესავალს გავაკეთებ აქვე, სანამ პირველი შეკითხვით შენთან გადმოვალ. ჩვენ ღია ლექციები, რომელიც აქამდე თქვი, რომ ჩავატარეთ და ეს არის ბოლო ღია ლექცია, ძირითადად ქონდა იმ მიმართულებებში, რომელიც გვაქვს შეულებში და რომლებსაც ვასწავლით, ეს გახლავთ დეველოპმენტი, დიზაინი და ციფრული მარკეტინგი. და ყავდა სფეროში ძალიან წარმატებული ადამიანები მოწვეული, რომლებიც თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებდნენ ამ ადამიანებს და იმედი მაქვს, რომ უკვე ბევრმა მათგანმა გადაწყვეტილება თუ არ მიიღო, ყოველ შემთხვევაში აი ფიქრის პროცესშია, თუ არ გაეუქმოთ ახალ პროფესიასაც. ძალიან ხშირად მესმის ხოლმე და სულ ვცდილობ ამ პროცესში ჩავერთო, რომ მაგალითად თუ გინდა რომ კარგი დეველოპერი გამოხვიდე, კარგია თუ იცი და ფლობ კარგად მათემატიკურ უნარებს, ან გისწავლია მათემატიკა სკოლაში კარგად და ხშირად მქონია ხოლმე პროგრამისტებთანაც ამაზე საუბარი და აბსოლუტურად ანუ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ძალიან ბევრი წარმატებული პროგრამისტი დგას, რომელიც ყავს, საერთოდ არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული უნარით მათემატიკაში. მე მაინტერესებს შენგან როგორც აი ძალიან წარმატებული და დიდი ხნის გამოცდილების ადამიანისგან. ამ სფეროში, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ, ხო? ციფრული ტექნოლოგიები, ზოგადად ტექნოლოგიები. არის თუ არა გამორჩეული რაიმე ისეთი სკილები ან კრიტერიუმები, რომელსაც შეიძლება რომ მიაქციოს იმ ადამიანმა, რომელიც ახლა ფიქრობს, დაეუფლოს თუ არა ახალ პროფესიას და ვთქვათ, გადაწყვიტოს, რომ აი კი, რადგან ეს შემიძლია, რომ ვისწავლო ტექნოლოგიების მიმართულებით. ან ხო არ არის ეს მთლიანად დამოკიდებული პიროვნებაზე, მის мотиваციაზე და იმ შრომაზე, რასაც ამ ყველაფერში ჩადებს. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო კითხვაა და შევეცდები რომ გავცე პასუხი ზოგადად თქვა ჩვენი გადმოსახედიდან. ის პროფესია, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ხო, ის ადამიანები, რომლებიც უნილაბის იგვლივ არიან გაერთიანებული, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ფლობდნენ გარკვეულ უნარებს, ეგრეთ წოდებულ საბუნებისმეტყველო მიმართულებით, თქვათ, მათემატიკის მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი, თქვათ, რაღაც გაუსის განტოლების თავიდან ამოხსნაზე იყვნენ ორიენტირებული, მაგრამ რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ გარკვეული საფუძველი ძალიან მარტივი, თუნდაც ელემენტარული სახით გასაკვირველია მათემატიკური დისციპლინების ცოდნის კარგი იქნება თუ ექნება. მაგრამ ეს თავარი არ არის. თავარი არის პირველ რიგში ზოგადად, როდესაც ჩვენ დაუბრუნდებით წარმატების ფორმულას და ჩვენ რასაკვირველია ვფიქრობთ, რომ ის ადამიანები, ვინც უნილაბთან არის გაერთიანებული და უნილაბში არის გაერთიანებული, სწორედ ფიქრობს მიზეზი, რის გამოც ეს გააკეთეს, არის რომ წარმატებას მიაღწიონ და უნილაბი წარმოუდგენიათ როგორც ინსტრუმენტი
და სწორადაც წარმოუდგენიათ, ოღონდ ინსტრუმენტი საკუთარი პერსონალური წარმატების მიღწევისთვის. აქედან გამომდინარე, პირველი, რასაც მე მაგალითად აი რა უნარჩვევები და რა უნართვისებები უნდა კონდესო თქვენ ბრძანეთ ლიკა, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორი ორიენტირები, სწორი განსაზღვრა, სად არის დღეს, რა უნდა გააკეთოს, თქვათ, სად უნდა რომ იყოს, თქვათ, 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ და მერე დამერწმუნეთ, რომ ნებისმიერი ასეთი სწორი ორიენტირის, სწორი სამიზნეს არჩევის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ძალიან სერიოზული წარმატების მიღწევა. მე მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ვიღაცის რაღაცა კონკრეტული, თქვათ, სოციალური სტატუსის გამო, კონკრეტული, თქვათ, პირობების გამო შეიძლება რომ ერთმა ადამიანმა მეორეს აჯობოს. შეიძლება რაღაცა მომენტში გაჯობოს. შეიძლება რაღაცა მომენტში წინ გაგისწროს, მაგრამ თუ შენი შრომა, თუ შენი ძალისხმევა არის მიმართული იმისკენ, რომ შენ მიაღწიო წარმატებას და კონკრეტული სამიზნე ორიენტირი გაქვს, მაშინ მოდი ასე ვთქვათ, რომ ვერაფერი ვერ გაგაჩერებ და ვერანაირი დაბრკოლება თქვენ წინაშე ვერ აღიმართება. რა არის იმისათვის, რომ თქვათ, თქვენმა უნილაბერებმა მიიღონ სერიოზული წარმატება საჭირო. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის შრომა. ძალიან სერიოზული, ძალიან მოტივირებული, ძალიან დიდი დროის და დიდი რესურსის გამოყოფით შრომა იმისათვის, რომ მიაღწიონ წარმატებას. რაოდენ გაგვიგია კიდევაც, აი ჩემ ბავშვობაში იყო, რომ ამბობდნენ ხოლმე, რომ აუ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი რა. ფაქტობრივად კარგია, რომ დრო შეიცვალა, მილენიალები, Z-თაობის წარმომადგენლები ჩვენ კარგად გვაჩვენებენ, რომ ნიჭიერი და ზარმაცი აღარ არსებობს. იმ ნიჭს, რომელიც ბუნებამ მოგმადლა, ჩვენ ყველანი ერთნაირები დავიბადეთ და შემდეგ უკვე როგორ განვავითარებთ ამ ნიჭებს, რა ნიჭებიც მომადლებული ჰქონდა ბუნებისგან, უკვე დამოკიდებულია ჩვენზე. და ხელის გაშვერა, აი რაც ყველაზე კარგად ჩანს ხოლმე რა ქართულ რეალობაში. ხელის გაშვერა პრინციპში მოდაში აღარა სხვისკენ. თუ წარუმატებული ხარ, ეს შენი დამსახურებაა, თუ წარუმატებელი ხარ, ესეც შენი ეგრეთ წოდებული ფეილია. და აქვე დავამატებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ სფეროში, რომელშიც ჩვენ ვართ, თვით განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, ხო? და ამაზე მუდმივად მუშაობა და ეს კიდე არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს, თქვათ, წარმატებულია თუ არა ეს ადამიანი. ირაკი, საინტერესოა შენი ვერსიის მოსმენაც, რის მიხედვით არჩევ ხოლმე ტალანტებს. არის თუ არა რაიმე ისეთი კრიტერიუმები, რომელიც HR-ებს გაქვთ შემუშავებული? არა მარტო HR-ებს, ვფიქრობ, რომ დღეს ეს agile სამყაროში ძალიან გათხელდა ვთქვათ ბარიერები რაღაცა როლებს შორის და ხშირად დღეს ჩვენი IT-ის და ზოგადად ტექნიკური სტაფი იქნება senior developer-ები, ვიღაცა მენეჯერები თუ ასე შემდეგ IT განყოფილებაში, ისინი თვითონ არიან ჩართულები ახალი თანამშრომლების ტალანტების მოძიებაში და ეს პირიქით არის ძალიან ისეთი ეფექტური გზა. რაც შეეხება კითხვას, დაუბრუნდე რა თქმა უნდა ვეთანხმები ბოლომდე რაც ისაუბრეს და დავამატებდი ეს რომ რა თქმა უნდა ტექნიკური ბექგრაუნდი უნდა გქონდეს იმისთვის რომ ელემენტარულად რაღაცა კოდის წერის რაღაც ან გარჩევის ან ასე შემდეგ ამის ცოდნა უნდა გაგაჩნდეს, მაგრამ ესეც არის ძალიან მარტივად დღეს იმდენად შეკუმშულია ცოდნა და ყველაფერი ხელმისაწვდომია Google-ის, YouTube-ის და სხვა პლატფორმების დახმარებით, რომ მთავარი ჩემი აზრი და ჩვენი აზრით ზოგადად ვინც თანაც გქონია ჩემ კარიერაში შეხება IT ნაწილში, რა თქმა უნდა, არის ის რომ დღეს ძალიან customer centric ეგრეთ წოდებული, ანუ მომხმარებელზე მორგებული, მომხმარებლის წერტილიდან წერტილის გაცენტრება არის დღეს ის ვთქვათ მთავარი გამოწვევა, როცა ხმი გარე მოხმარების პროდუქტს, ხო? ეს იქნება აპლიკაცია, საიტი თუ რაღაცა ნებისმიერი ტექნოლოგიური რაღაცა გადაწყვეტა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა ტექნიკური, მათემატიკური თუ რაღაცა საბუნებისმეტყველო ცოდნის და ბექგრაუნდის გარდა ქონდეს ადამიანს
კანდიდატს ესე ვთქვათ აღქმა იმ რეალობის, სადაც ცხოვრობთ, იმ გამოწვევების, იმ გარემოსი, იყოს ძალიან აქტიურად ჩართული ამ თანამედროვე ცხოვრების რაღაც ტემპში, იცოდეს ტრენდები რა არის, ტენდენციები რა არის, მოწონს მომხმარებელს ან ზოგადად კაცობრიობას დღეს და ხვალ გამოეწონება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ დღეს თუ ადრე IT და ზოგადად დეველოპმენტი, ზოგადად პროდუქტის შექმნა თუ იყო ძალიან ტექნიკური, ძალიან ისე ვთქვათ ტექნიკურ სკილებზე დაფუძნებული რაღაცა საქმიანობა, დღეს არის ეს კვლევის, გარემოს დაკვირვების და პრობლემების აღმოჩენის რაღაცა ინსაიტების ამოტანის და შემდეგ რაღაც public good-ის შექმნა, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს კონკრეტულ რაღაცა საქმიანობაში. ამიტომ, რომ დავასრულო შევაჯამო ჩემი ამ კითხვასთან დაკავშირებით პასუხი, ეს არის რა თქმა უნდა, ბექგრაუნდი ტექნიკური რაღაცა ელემენტარული ცოდნა გქონდეს იმის სიასაც ვეხებით და ცოდნა ანუ გამოცდილებას გულისხმობ, ხო? ალბათ აქ უფრო მეტად. კი, რა თქმა უნდა, ტექნიკურ ბექგრაუნდს გულისხმობ თვით ნასწავლ გამოცდილებასაც და აბსოლუტურ აკადემიულსაც და ამ შემდეგ და მეორე, ჩემი აზრით იგივე წონის თუ არა მეტის მქონე, ეს არის აღქმა სამყაროსის სწორი და აღქმა იმ გამოწვევის და იმ მოთხოვნის, რაც კონკრეტული პროდუქტის შექმნის დროს გვაქვს. ძალიან მინდა რომ ამ საკითხს შევეხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩემი სტუდენტებთან დაკავშირებით მაქვს ხოლმე ესეთი რჩევები, რომ აი ბევრი პოზიცია არის ხანდახან ისე, რომ ითხოვს იმაზე დიდ გამოცდილებას, ვიდრე შეიძლება თქვა სტუდენტს კონდეს და შენ ახსენე, რომ თვით ნასწავლიო. რამდენად აი ესეთი დიდი კომპანიებისთვის, როგორიც არის თქვა შენი დამსაქმებელი, ანუ თუ კი თქვა სტუდენტს არ აქვს სამუშაო გამოცდილება, მაგრამ მას აქვს თქვა პორტფელი. აქვს შორის სხვადასხვა პროექტზე თუნდაც სტუდენტობის, სტაჟირების პროცესში. ანუ აი ამას რამდენად ითვალისწინებთ? კი, ნამდვილად დღეს ზოგადად CV-ს როგორც ან რეზიუმეს ანაც კიდე დავაქვათ, როლი ძალიან იკლებს დღევანდელ დასაქმების პროცესში. დღეს თავი არის, რა თქმა უნდა, ის გამოცდილება, რაც შეიძლება არაოფიციალურად დააგროვა კანდიდატმა. შეიძლება მან თავისი ინტერესის და თავისი გართობის და რაღაც მუღამის სლენგზე ვთქვათ, მუღამის რაღაცები ისწავლა YouTube-ში, მოსეჩა, გაარჩია, რაღაც GitLab-ზე კოდი ნახა, რა მოიტანა, რა მოკოპირდა. შემოისწავლა. ხო, ნამდვილად, ასეულს ძალიან ბევრი კანდიდატი დღეს ჩვენ ორგანიზაციაში მანამდე სადაც მუშაობ ნებისმიერ შეხების წერტილი სადაც ქონდა IT recruiting-თან, IT ტალანტების აღმოჩენასთან, გათანაბრებული და რა თქმა უნდა იგივე წონის გამოცდილებად ითვლება ის პორტფელი, რა თქმა უნდა შეხებადი იყოს და შეფასებადი, ხან როცა ხო იმასთან გიწევს შეხება, იქ უნდა ნახო რაღაცა ნამუშევრები, რა შეაფასო. რადგან ყველა სხვადასხვანაირად აღვიქვათ რაღაც სიტუაციებს და სხვა კომპეტენტები ხდებით, მე უფრო სხვანაირად უყურებ თუ გადაწყვეტილებებს და მანამდე სხვანაირად. ამიტომ ის პორტფელი ხელშესახებია, შეიძლება იყოს კოდი იქნება, ეს თუ მზა პროდუქტი იქნება, თუნდაც solution-ი ეგეთები გადაწყვეტილება თუ იქნება, რომელიც არ არის განხორციელებული, მაგრამ რაღაცა დამტკიცებული ტექნიკური solution-თან დაყვება, ანუ ნაფიქრია და იცის, ანუ ადამიანმა და კანდიდატმა როგორ უნდა შექმნა ეს კონკრეტული პროდუქტი, ეს იგივე წონადია, რა თქმა უნდა და შეიძლება აღვნიშნო რაღაც მომენტში უფრო საინტერესო ვიდრე აი რაღაცა აკადემიური უნივერსიტეტი იქნება თუ კოლეჯი იქნება თუ ასე შემდეგ რაღაცა ბოლომდე მეინ რაღაც თავი აკადემიური განათლების მქონე კანდიდატის შემთხვევაში. და ძალიან მნიშვნელოვანი ნოუთია ეს ზუსტად, რომ აი ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ რაღაცა ისეთი წუხილით ან განიცდიან ამ ფაქტს და ასე შემდეგ და აი ეს რომ დღეს უკვე კომპანიები მხოლოდ იმ სიუში ან შეიძლება იმ თქვათ გამოცდილებას უკან რა აქვს არავინ არ იცის ხო და ამაზე დიდ ყურადღებას აქცევენ რეალურად იმ ადამიანს რისი შესაძლებლობები აქვს და რა უკეთებია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, შემიძლია თანამედროვე ტენდენცია ისეთია, ყველა დიდი კომპანია, ყველა tech-oriented კომპანია, რომელიც არის, იქნება საბანკო სფეროში თუ სხვადასხვა ინდუსტრიებში, ყველა უკვე, რა თქმა უნდა, CV-ს აღარ აღიქვავს თავად რაღაცა დოკუმენტად, რომელიც საფუძველზეც უნდა გადაირჩეს და შეირჩეს საბოლოო კანდიდატი. ძალიან მნიშვნელოვანია პირისპირ ინტერვიუ, რომელიც გაძლევს რაღაცა cultural fit-ის და სხვა შეფასების საშუალებას და საბოლოოდ რაღაც ან кейსის მიცემა, პრეზენტაციის დაბლიფვა, ანუ ვთქვათ, დავალება კანდიდატისთვის, რომ შემდეგ ეტაპისთვის რაღაც კონკრეტული განაზრდოს, ეს არის უკვე ჩემი აზრით და ეს ეტაპია ის, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტილებას გვაღებინებს დამსაქმებლებს. და დაბლი მაგალითია ამის.
კი ბატონო. შეკითხვას სანამ გადავალ და მოვიწყოთ დასაწყისში მე თქვა რა, თუ კი ვინმეს, ვინც გვიყურებს, შეკითხვა გაუჩნდება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობთ, ან რამე კონკრეტული შემთხვევა кейსი ექნება, რომელიც უნდა რომ განვიხილოთ, პასუხი გავცეთ და ასე შემდეგ, შეუძლია რომ კომენტარში მოიწეროს და ლექციის ბოლოს აუცილებლად ყველა კომენტარებს ჩამოყვებით ჩვენ და ვეცდებით რომ მაქსიმალურად ესეთი ინფორმაციული და საინტერესო პასუხები გაგცეთ. ხო, ერთი ესეთ შეკითხვა მაქვს დასაქმების ბაზართან დაკავშირებით, რომ ანუ ძალიან ხშირად იქიდან გამომდინარე, რომ ამ მიმართულებით ვასწავლი, მიკავშირდებიან ხოლმე კომპანიებიდან და არის ანუ request-ები, ასე ვთქვათ, მოთხოვნა ხო კადრების მიმართ ამ მიმართულებით. რამდენად გვყავს შესაფერისი კადრები, ხო არ არის დეფიციტი ბაზარზე და რამდენად იზარდია ზოგადად და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაც მინდა ასევე რომ გითხოთ და სოსო ამ შეკითხვით ჯერ პირველ რიგში შენთან გადმოვალ. პანდემიამ ბევრი რამე შეცვალა. ბევრი ადამიანი ვიცით და ბევრი თქვათ შემთხვევა, როდესაც სამსახური დაკარგეს ადამიანებმა, ამ მიმართულებით რამე ხوار შეიცვალა იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროფესიები და ეს ადამიანები მე რასაც უყურებ ბევრად უფრო მარტივად, ლოგიკური არის გადაეწყნენ დისტანციურ მუშაობაზე და ონლაინ მუშაობაზე და პლუს ამას გაჩნდა უფრო დიდი მოთხოვნა ციფრულ პროდუქტებზე. ძალიან მაგარი კითხვა, ოღონდ ამაზე უფრო მაგარი იყო წინა კითხვა და იმას ვერ გაუშვებ ხელიდან. იმდენად საინტერესო კითხვა იყო, ლიკა და თუ შეიძლება დაუბრუნდები იმ კითხვას. იმიტომ აი CV-სთან დაკავშირებით რა. აი CV-ის პრობლემა, როდესაც ადამიანს სტუდენტს ამ შემთხვევაში არ აქვს გამოცდილება სამუშაო, ეს არ არის მარტო თქვათ თვითონ სტუდენტის ბრალი. ხვალდაზე ჩემის აზრით ასეთი რამე აღარ უნდა არსებობდეს, რომ სტუდენტი თუ ეს არ არის პირადად სტუდენტის არჩევანი, იყოს გამოცდილების გარეშე. ეგეთი რამე არ უნდა არსებობდეს. ჩვენ უნდა ავიღოთ მაგალითები ძალიან სწორი პოლიტიკის მქონე უნივერსიტეტებისგან, როგორიც არის მაგალითად სტენფორდის უნივერსიტეტი, ხო? ანუ ჩვენ უნდა წავიდეთ და ეს ეხება რა თქმა უნდა ილიაუნის პირველ რიგში როგორც ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე უნივერსიტეტს და ძალიან სწორად სტუდენტზე ორიენტირებულ უნივერსიტეტს და მოხდეს ისეთი რაღაც, რაც გააკეთა სტენფორდმა. რა გააკეთა სტენფორდმა? სტენფორდი გახდა სამეწარმეო უნივერსიტეტი. ასევე პირდაპირ ქვია, ხო? ანუ მათ თავიდანვე სანამ შეიქმნებოდა სამ მაგის სპირალის კონცეფცია და თეორია განათლებაში, სახელმწიფო, აკადემიური ინსტიტუცია, კერძო სექტორი. აი ამ სამ კუთხედმა თუ ითანამშრომლა სწორად, მაშინ ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვინდა რომ მივიღოთ. ეს იქნება მომავლის უნივერსიტეტი. Google დაიბადა სტენფორდის უნივერსიტეტის კედლებში. და ვერც ერთი ჩვენგანი ვერ მოთხოვს ეხა სერგეი ბრინს CV-ში აბა რა გიწერიაო, ხო? ანუ ის რასაც უნილაბი აკეთებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ლიკა პირადად, რა თქმა უნდა, თქვენ ხელმძღვანელობას ყველა იმ ადამიანს ამ უნილაბის ჩამოყალიბებისთვის, იმიტომ რომ რეალურად უკვე უნილაბში საქმიანობა ეს არის CV-ის ნაწილი, მუშაობის სწავლის ნაწილიც და თუნდაც გამოცდილების ნაწილიც. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ორი საკითხი, ხო? Google-მა მე პირდაპირ გეტყვით, რომ შემდეგ სტენფორდის უნივერსიტეტმა ესე წყნარად მოთხოვა, რომ თუ შეიძლებაო, ჩემ კედლებში აკეთებდითო ამ ექსპერიმენტს და Google-ო აქ დაიბადაო და გადამიხადეთო გარკვეული როიალტიო და Google-მა გადაუხადა ეს ფული. უზარმაზარი მილიონები. აი აქ დგას ესეთი საკითხი რა. ერთის მხრივ სტუდენტის დასაქმება და ეს შეუძლია როგორც კერძო სექტორს და აქ უნდა კერძო სექტორი ჩაერთოს, მეორე თვითონ უნივერსიტეტი, უნილაბის მსგავსი ძალიან სწორი ორგანიზაციები. აქვე აი ვიტყვი და კიდევ ერთ სიტყვის სანამ იმას ვიზავრო არ დამოუწყდეს და უნივერსიტეტები უნდა გადავიდეს. აი დიახ, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიუჯეტი რო ვნახოთ, ან ჰარვარდის, ან პრისტონის, ან იელის ჩამოთვალე ხა მაგარი უნივერსიტეტები, ხო? მე გეტყვით, რომ არ არის 21 საუკუნეში რთული რომ ამ უნივერსიტეტებს სწორი პოზიციონირები და რასაც ილია უნი აკეთებს, საიდანაც მიდის.
ძალიან მალე შეიძლება დაეწიო, იმიტომ რომ საზღვრები ფაქტობრივად ქრება. ხვალინდელი დღე აღარ არის ბრენდი უნივერსიტეტების. ეს არის ბრენდი ლექტორების, ბრენდი პროგრამების. აქედან გამომდინარე, ხვალდაზე უნილაბი ძალიან მარტივად შეიძლება გაეჯიბროს MIT-ის ეს რა ქვია, leadership centers. მართლა, ეს აღარაა სასაცილო. რატო გეუბნებით, იცით, რომ ამის პოტენციალი არსებობს და ჩვენი ამბიცია თუ არის რომ ერთმანეთს ვეჯიბროთ საქართველოში, მაშინ წინ ვერ წავალთ. თუ ამბიციაა რომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მე არ ვიძახი მთლიანად ხა ის არის, ხო? რომელსაც საქართველოს ბიუჯეტზე უფრო მეტი ბიუჯეტი აქვს უბრალოდ მშპ-ზე წელიწადში. იმას ჩვენ შეგვიძლია გავეჯიბროთ და სხვათა შორის ინოვაციების თეორია, გარდამტეხი ინოვაციების თეორია ამას გვეუბნება, რომ ახალად შემოსული ნებისმიერი აქტიორი უფრო ძლიერია, იმიტომ რომ მას რდის პოტენციალი აქვს და იქ რომ შენ ჰარვარდი გიდგას, იმას შენ აჯობებ და მთელი კაცობრიობის ისტორია აჩვენებს, რომ ამბიციურ ახალბედებს უფრო მეტი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე მაგალითად კვიდრ ორგანიზაციებს. და კიდე ერთი რაღაცა, სად არის პოტენციალი, საიდან აქვს ჰარვარდს, პრინსტონს, მასაჩუსეტს ამხელა ფული, რომელთაც საქართველოს ერთი ეგ შემოწირულობებია და კარგი, მოდით ცოტა ხანი ჩვენ ამას თავი დავანებოთ, მაგრამ მეორე არის კვლევების კომერციალიზაცია. თქვენ გაქვთ ძალიან სერიოზული პოტენციალი, იმიტომ რომ კვლევები თქვენთან კეთდება ძალიან მაღალ დონეზე, ეხლა საჭიროა რომ კომერციალიზაცია მოხდეს და არა მარტო კვლევების, არამედ მეცნიერების ზოგადად. აი აქეთკენ არის წისვლა და ის სტუდენტები, რომელსაც CV-ში სამწუხაროდ არაფერი არ უწერიათ და ვიღაცა დავარქმევ ეხლა ნამდვილ სახეს ჭყალებში, შტერი ორგანიზაციების CV-ში რაღაცას თხოვენ, რაღაც სამუშაო გამოცდილებას, ხო? ეს უკვე აღარ იარსებებს და უნილაბს აი ამ საქმეში შეუძლია შეიტანოს ძალიან დიდი წვლილი და მინდა გირჩიოთ და გიქომაგოთ ამ ამბავში, რომ აი თქვენ იყოთ ერთ-ერთი პირველი დამსაქმებელი ილიაუნის სტუდენტებისთვის. დიდი მადლობა და შენი სახით ალბათ უკვე გვეყოლება დიდი გულშემატკივარი, იმიტომ რომ ვაპირებდი რა ჩვენ გარდა კურსებისა, რომელიც გვაქვს, უახორციელებთ დავასწავლით, გვაქვს ასევე სტაჟირების პროგრამა, რომელიც ერთგვარი წინაპირობაა დასაქმებისა და ამ პერიოდში ალბათ იმაზე ბევრ პროექტზე უწევთ მუშაობა, შეიძლება რომელიმე თუ შევადარებთ რომელიმე რაღაც დამსაქმებელთან რაღაც კონკრეტული პოზიციის გაულას, ხო? და მოდიში რომ კითხვაზე ჩაგიჭერი, მაგრამ იმდენად კაი კითხვა იყო, რომ აუცილებლად უნდა გამეცა იმაზე პასუხი. ხო, არა, ძალიან მაგრამ უპასუხო. ალბათ ეს ისწავლია, რომელთაც ხშირად მოგმართავენ ხოლმე სტუდენტები და მასთან რაღაც გამოსავლებს ეძებთ და მეც უბრალოდ ეს მაწუხებს. კარგია, რომ რაღაც ერთ პოინტზე ვდგავართ, ასე ვთქვათ. და რაც შეეხება იმ შეკითხვას, რომელზეც გადავედით, შეგვიძლია რომ ვთქვათ პანდემიაზე კი. ანუ ბაზარზე, იმიტომ რომ ეს არის კიდე მეორე საკითხი, რომელიც ასევე ძალიან აინტერესებს იმ ადამიანს, რომელიც ახლა ირჩევს პროფესიას, ხო? ანუ ეგრეთ წოდებული რამდენად პერსპექტიულია, რამდენად არის მოთხოვნა და შეძლებს თუ არა დასაქმებას. ხო, ცოტა ესეთი თემა იგი მომგვალა მაგიფამ, იმიტომ რომ ხობოდიში კარგად იგი, ანუ შეგვიძლია რომ ამაზე გავხსნათ პასუხი და რამე შეცვალა თუ არა პანდემია, იმიტომ რომ ეს კიდე მეორე შეკითხვა, რაც ამას დაემატა. პლუს რო ქონდათ ადრე. კი, უპასუხეთ თქვენ და მე სკანდალურად უპასუხეთ ეხა ორივე. უბრალოდ ჩავერთვები და მალე ვიტყვი აქაც რა თქმა უნდა ცალსახად თანამედროვე სამყარო არის ციფრული სამყარო უკვე და ყველანაირი პროდუქტი იქნება ეს საფრთხო ქსელებიც კი გადადიან უკვე და რაღაც მედიცინას და მედიცინა ცალსახად პირველ რიგში, მაგრამ გადავდივართ ციფრულ მოხმარების კონსუმერიზმზე, დიჯიტალ კონსუმერიზმზე, რადგანაც დღეს ციფრული მობილ სმარტფონის და რაღაც კომპიუტერული რაღაცა აქტივობის გარეშე არ ხდება არც ერთი სახელმწიფო სერვისები, არც საკონკრეტული ბიზნესები, რომელიც სარგებლობენ ამ პროდუქტებით. რაც შეეხება მარკეტს, ანუ შრომითი ბაზარი არის ჩვეულებრივი იგივე პრინციპებზე დაფუძნებული ბაზარი, როგორც სხვა ყველა იქნება ეს ეკონომიკური თუ რესურსების და ასე შემდეგ. მოწოდება სიმართლე ვკითხათ,
ბოლო დეკადაში, ბოლო დეკადა, 21 საუკუნეში, მოკლედ ესე ვთქვათ, ძალიან მოიმატა და სასიხარულოა აი ამ ტრაფიკმა, ესე ვთქვათ, ახალი ტალანტების და ახალი ტექ პერსონების, ესე ვთქვათ. რადგანაც რა თქმა უნდა, მოთხოვნა დიდია, 90-იანებში მოთხოვნა, მაგრამ საბოლოოდ დაუბრუნდეთ, მოთხოვნა ყოველთვის არასდროს არ შემცირებულა. პირიქით, რაც უნდა გაიზარდოს, ვთქვათ, მათემატიკური პროგრესით, არითმეტიკული პროგრესით, რესურსების თვით, ეს ვთქვათ, წარმოქმნა, უნივერსიტეტების ლაბების თქვენი მეშვეობით და ამ შემდეგ გეომეტრიული პროგრესით იზრდება მოთხოვნა გარკვეული ობიექტური მიზნების გამო. აქედან გამომდინარე, არის პოზიციები, რომელსაც საერთოდ რამოდენიმე თითოეული ადამიანები არიან, რომლებიც შეგიძლია, რომ ვთქვათ, გამოიყენა პროდუქტის შექმნის ზონს. ამიტომ, რაც შეეხება არ მარტო დეველოპერებზე აქ ავსაუბრობ, იგივე მაგალითად ძალიან ბევრი გრაფიკული დიზაინერი ყავს საქართველოში, მაგრამ ძალიან ცოტა UI UX იგივე product designer, რომელიც არა ესთეტიურ ვიზუალის უშუალოდ ვიზუალიზებას ახდენს რაღაცა ვთქვათ picture-ის, არამედ ქმნის გამოცდილებებს თვითონ user experience, როგორც უნდა იყოს უკან დაბრუნების კლიკი, უნდა იყოს რაღაცა და უნდა იყოს რაღაც საიტზე პროდუქტები, იქნება ეს აპლიკაციების საიტი. მოგეთ იმის გამგია, რომ ძალიან ბევრი ახალი მიმართულებები ემატება, ძალიან ბევრი კლასიკური რაღაცა იქნება ეს დეველოპმენტი, თუ რაღაც არქიტექტურა, თუ ინფრასტრუქტურა იქნება ეს რაღაც სისტემური ადმინისტრირება, თუ ასე შემდეგ რჩება, მაგრამ რჩება უფრო და უფრო საფრთხე მოთხოვნის საგნად. გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნებისმიერი ბიზნესი, ნებისმიერი არა მარტო კერძო სექტორი, არამედ სახელმწიფო სექტორიც გადადის უფრო და უფრო დიდი ტემპებით ციფრულ მოხმარების პროდუქტებზე. აქედან გამომდინარე, ფიქრობ შევით ბაზარზე არასდროს სხვა ინდუსტრია, არასდროს სხვა პროფესია, სადაც ამაზე მეტი მოთხოვნაა ჯერჯერობით. ვიტყვი მეცაც ერთხელ სააგენტოში მუშაობდი, ერთ-ერთ დასაქმების სააგენტოში და ესეთი უცნაური პოზიცია იყო, რაღაცა იმისა ქვია გეოდეზიასთან და ასე შემდეგ დაკავშირებული, ხო, რომელიც საერთოდ საქართველოში არის სწავლება, უკვე კაი ხანია და ასე ინსტიტუტები არსებობს, რაღაც კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც ამ კუთხით ეხმარება ვინმეს, რომ გახდეს რაღაცა მეცნიერი ამ კუთხით, მაგრამ ის უფრო მარტივი საფონელი იყო რაღაც კონკრეტულ მომენტში, ვიდრე სიტყვაზე iOS დეველოპერი, რომელსაც უნდა დაწეროს ხო, სხვათა შორის მეც აი გასაკვირია, ძალიან ბევრი ადამიანია iOS-ის და Apple-ის მომხმარებელია და როდესაც კურსები არის ხოლმე ამ მიმართულებით, არც ისე დიდი არის მოთხოვნა თუ შევადარებთ სხვა კურსებს და აი, რავი, ვისაც აქვს სურვილი, რომ აპლიკაციებზე იმუშაოს და ამ მიმართულებით რაღაც გამოშვება შეიძინოს. დღეს სამყარო არის მოთხოვნადია ამ ხრივ. Mobile first ეძახიან, დღეს მილენიალების და Gen Z-ის მით უმეტეს ეპოქაში და მაშინ თაობაში მობილური არის პირველ ადგილზე მოხმარების, ეხლა ჩვენს სიტული ბიზნესი ვართ და data რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებელი ასანიჭებენ უპირატესობას და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ბევრი ღია კვლევაც არსებობს, რომელიც შეგიძლიათ ეხავე 2 წამის ინტერვალში მიიღოთ ინფორმაცია, რომ მობილური არის ყველაზე აქტიურად მოხმარებადი device-ი, ლეპტოპის, დესკტოპის, კომპიუტერის და პლანშეტის ზე მეტად. ამიტომ მე მეკრებოდა აი ირაკლის ას გავაგზავნოდი, ძალიან დიდი მადლობა ირაკლი, არ ვიცი, აი ჩვენ პირველად შევხვდით ეხა ერთმანეთს ეთერში და ლიკას ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და უნილავს. თითქოს რაღაცა ერთნაირი მსოფლმხედველობა და ხედვა გვაქვს ამ მიმართულებით. არ მოგვილაპარაკია არაფერზე. ნამდვილად ასია. კითხვა, რომელიც თქვენ დასვით პანდემიასთან დაკავშირებით. მან ერთი რამე მომწონს, როდესაც ვსვავენ ზოგადად ამ კითხვას, რომ რამდენად შეიძლება დასაქმება, მეორე არ მომწონს ის, რომ არასოდეს არ აყოლებენ ხოლმე პროფესიით. აი ცუდია. იმიტომ რომ მოდი ყველგან დასაქმებისთვის ხო არ სწავლობენ, ხო? ეს ადამიანები კონკრეტულად, იმიტომ მოდიან რაღაცა სპეციალობებზე, რომ ჩამოყალიბდნენ იმ დარგის სპეციალისტებად, ხო? ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ მე დრო აღარ აქვს არავის, რომ იფიქროს, რომ ეხლა უცებ გადავემზადები, მე გადმოვემზადები, ეს მაშინ, როდესაც შეხედავ რაღაცა ახალ ნიშებს. კი ბატონო, მაგრამ მანამდე ჯობს რომ შენი პროფესიით იმუშაო. როგორ რა აი მანდ უკვე კიდევ უფრო შეგვიძლია ჩავღრმავდე. რა არის შენი პროფესია და ის რაც უნივერსიტეტი ეხლა ძალიან ხმა ცოდნებს ვიწრო სპეციალობით ცალკე ჯერჯერობით ალბათ 21 საუკუნის
30-იანი წლებიდან გადავა უნივერსიტეტები იმაზე, რომ თითო ადამიანს თითო კოუჩი ეყოლება, სხვათა შორის არის უკვე ამერიკაში ესეთი უნივერსიტეტები, სადაც სტუდენტები სწავლობენ და თითოეულ სტუდენტს თავისი კოუჩი ყავს და პერსონალურად ეხმარება კონკრეტული კარიერის აგებაში. ალბათ ძალიან მენტორი, კოუჩი კი, რომელიც აძლევს მიმართულებებს, რა საითკე უნდა წავიდეს და ფაქტობრივად ინტერპერსონალურად სწავლობს, გარდა იმ დარგებისა და იმ სფეროებისა, რომელსაც უნივერსიტეტში სწავლობს და პროგრამებისა. აი ესე გამოყოფილი ერთი ადამიანი ყავს. მაგრამ დაუბრუნდეთ რა არის დღეს აი ირაკლის ცნობილ თეზას. ერთის მხრივ ჩვენ სტრუქტურული უმუშევრობა გვაქვს და ჩვენთან არის სტრუქტურული უმუშევრობა და რატომ? და ეს სხვათა შორის ეს გეპი, აი ეს ნაპრალი იზრდება. ერთის მხრივ ყავს უმუშევრები, მეორე მხრივ აი ახლა რამდენი ადამიანიც არ უნდა მოგვიყვანოთ მე და ირაკლის რაც ახსენა, ხო? UI, UX დიზაინერები. ეგრევე ავიყვან, ხო? აი პირდაპირ რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს ასეთი სპეციალობის, ვინც როს პირდაპირ ავიყვან სამსახურში. სულ იმ მომენტში აქტიურობას მაინც. არც CV და გვჭირდება არაფერი მაგის. ეს ერთი. და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვიწრო სპეციალიზაცია. ვიწრო სპეციალიზაცია, იმიტომ რომ მოთხოვნა გაიზრდება ვიწრო სპეციალ. მაგალითად, ხიდების ინჟინერი, UI დიზაინერი, CJM-ის, ანუ მომხმარებლების გამოცდილების სპეციალისტი, Jobs to be done-ის სპეციალისტი. ანუ აი ესე ძალიან ღრმა, აი მაგალითად სიამოვნებით ეხლავე ორი ადამიანი თუ იცნობთ ვინმეს, აი პირდაპირ ეთერში ვიძახი, ვინც არის Jobs to be done-ის, ეხლავე ამყავს სამსახურში. CJM-ის სპეციალისტი თუ ყავთ ვინმე, ეხლავე ამყავს სამი ადამიანი სამსახურში. აი ხდებით როგორ არის? ერთი არა თუ ვინმე ხართ, ვის ახლა უყურებთ და ხართ მიმართულებით ან შეგიძლიათ რა ეს დაახლოებით ეხლა ირაკლიმ და მე დავასაქმეთ, შეგვიძლია რომ დავასაქმოთ დაახლოებით 10-მდე ადამიანი პირდაპირ ეხეთ და iOS დეველოპერს მინიმუმ 5 რამდენიც გნებავთ მობრძანებს. ესე იგი 10-ზე გავიზარდეთ. ესე ანუ ხდებით ლიკა აი აქ არის სწორედ უნილაბის ძალიან დიდი წვლილი იქნება იმაში, რომ აი ამ მიმართულებებში მენტორობა გაუწიოს და სწორი ორიენტირები მიცეს სტუდენტებს. და თქვენ მართლა დიდ საქმეს აკეთებთ და გააკეთებთ, რომ იცოდნენ რა არის მოთხოვნა. ნახეთ, ერთ რაღაც მაგარი ის ამოვიღე გუშინ და მაგალითად სტარტაპებზე ხშირად ლაპარაკობ ხოლმე, რატომ აქვს სტარტაპებში 90% პირველ წელიწადში ფეილი. რატო ბანკროტდებიან და აი მარტივ რაღაცას გეტყვით და მიხვდებით მე ერთ პრობლემას. პირველი, მაგალითად, მათ პროდუქტზე ბაზარზე არ არის მოთხოვნა. 42% ფეილის მოდის ამაზე. ნუ გასაგებია, კაპიტალი არ აქვს, ქეში არ აქვს, ფული არ აქვს 29%. გუნდის არასწორი შერჩევა 23%. არაკომპეტენტურობა 19% და ფასის არასწორი დაგეგმვა და კონკრეტული ღირებულებით ბაზარზე გამოსვლა 18%. ანუ ხვდებით, ანუ აი ეს უბრალოდ რო აიღოს ეხლა ნებისმიერმა სტუდენტმა, კარგად გაანალიზოს, მიხვდება რა უნდა გააკეთოს. Jobs to be done რა გვინდა? აი რა თუნდა Jobs to be done ირაკლის, იმიტომ რომ გაარკვიოს რისთვის უნდა იქირაოს აი ეს კონკრეტული ადამიანი რომელიმე ორგანიზაციამ, ჯეპრამ, უნილაბმა, აჭარაბეთმა ეს ჩვეულებრივ აი თავარი თემა მე ვფიქრობ არის ის რომ გაიზარდონ ჩვენთან ვიწრო სპეციალისტები და მათ დასაქმებას არაფერი არ ემუქრება წინ. როდესაც ამბობ რომ მე ბიზნესის ბაკალავრი ვარ, ეს არაფერს არ გეუბნება. მე CV-ში რაც არ უნდა გეწეროს, საბოლოო ჯამში არაფერს არ ამბობს. მაგრამ შენ უნილაბში რო გაქვს iOS-ის რაღაცა პროგრამა გაკეთებული, ან თუნდაც Android-ი არ გიყვართ, მე მგონი არც ეს. შევადაროთ Android-ზე არიან, ანუ უფრო მეტია გასაგებია კუთხით ვიდრე iOS. მაგას დააქვს თავისი ახსნა, Android-ი უფრო მოქნილია უშუალოდ შემსრულებლის მიმართებაში და iOS უფრო ძალიან კაცი გაწერილი ისინი აქვს რაღაცა ფრეიმები და რაღაც ნორმატივი, მაგრამ iOS-ი დღეს, რა თქმა უნდა, არის
მაგალითისთვის ვიტყვი კიდევ ერთხელ რომ iOS დეველოპერი თქვენ რომ Unilab-ში გააკეთოთ რაღაცა თუნდაც არა რეალური მოხმარების პროდუქტი თქვენი რაღაცა კონცეფციის შექმნას რაღაც მაგალითად რესტორნების დაჯავშვის რაღაცა აპლიკაციას ეთქვიან რაღაცა მატარებლის რაღაცის მარტივი აპლიკაციასაც კალენდარი რამოდენიმე ფიჩერი ფიგურებს ხო კალენდარი რაღაცა payment module-ს მიავართ ხო საერთოდ და რაღაცა ფოტოების ფრეიმები, მარტივი UX, მარტივი დიზაინი, მარტივად მოხმარებადი რაღაცა პროდუქტი, რომელიც არც კი გასულა, ვთქვათ, public და არც კი არავის არ უნახავს, ხო ეს უკვე და არც კი იმუშავიათ ერთ დღე full time შეიძლება რომელიღაც კომპანიაში, ეს უკვე არის 100%-იანი გარანტია თქვენ დასაქმდებით iOS დეველოპერად. შეიძლება რაღაცა ჩაგაბანო თავი რაღაცა ის მაგრამ იქნებით minimum junior iOS დეველოპერი, რომელსაც დავახულდაოთ ახლა ეს ჩვენი ლაბორატორიები საკმაოდ კარგი ანაზღაურებაც აქვს, მაგრამ აქვს უდიდესი პერსპექტივა ამ გარემოებაში, ამ შრომის ბაზის ვითარებაში იყოს ერთ-ერთი პირველი, ერთ-ერთი გამორჩეული და ერთ-ერთი რაღაც წამყვანი სპეციალისტი iOS-ის მიმართებაში, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, რამოდენიმე ათეული თუ არის დღეს საქართველოში, მაქსიმუმ რომ ათეულსაც 90-ს არ გულისხმობ under 50-ს ესე ვთქვათ, რომელსაც ბოლომდე აქ ეს კონფერენცია შეიძლება არიან და ვებხედავთ, მაგრამ მე ვიჯვარი. ასე ვთქვათ, დღეს მივიღეთ პირობა თქვენგან, სულ მინიმუმ თქვენს კურს დამთავრებულებს ასაქმებთ. კი, აუცილებლად. ვისაც აქვს მოკლედ სურვილი ამ მიმართულებაზე სწავლით, კიდე ერთი რაღაც გარდამტეხი ფაქტორის შეგვიძლია. ნიკა, კიდე დავამატებ შეიძლება კიდე სამი სპეციალისტი მჭირდება. სხვა. ესე იგი, RFM-ის სპეციალისტი მჭირდება, ეს არის სპეციალური მოდული, რომლითაც თქვათ retail სექტორში შეგიძლია რომ კონკრეტული კვლევები აწარმოო. QFD სპეციალისტი მჭირდება, რომელიც გააკეთებს ახალი პროდუქტების შექმნის, აი ამ მოდელი, Toyota-s მოდელი შექმნის ახალ პროდუქტებს. ანუ ხვდებით, აი ნახეთ დღესვე ესეთ ადამიანებს პირდაპირ ავიყვანს, არ მინდა CV, არ მინდა რეზიუმე, არ მინდა ერთადერთი Unilab-ის ბეჭედი უნდა გქონდეს. დანარჩენი ჩვენ მზად ვართ რომ ესეთი ადამიანები მოვიზიდოთ, მაგრამ მეორე მხრივ მეუნებია რომ ისწავლეს მარკეტინგი, ეს ილიას არ ეხება ილიაუნის მარკეტინგი ისევ კოტლერი. და აღარ მინდა ეს კოტლერით რა სწავლი მარკეტინგი რა. წავიდა მსოფლიო 21 საუკუნის 20-იანი წლებია და ისევ რაღაცა ძველ უკან უბრუნდები. კიდე ერთი პრობლემა რაც გარდა აი ამ უნარჩვევებისა, რაც თქვათ მუშაობის უნარჩვევებისა და ასე შემდეგ, თვისებებისა, რაც არ აქვს დღევანდელ სტუდენტებს და მინდა რომ გქონდეთ. განა იმიტომ რომ მე მქონდა თავის დროზე, არ მქონდა, მაგრამ ხო ვისწავლე რომ საჭიროა. ეს არის ეგრეთ წოდებული გარკვეული თეორიების პრაქტიკაში გამოყენების ცოდნა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ ეს თეორიები უნდა იცოდნენ და რატო გვისწრებს ისევ მაღალ დონეზე დავასახელებ პრინსტონის ან ჰარვარდის უნივერსიტეტი. კი, მესმის რომ იქ $100,000 ღირს ერთი წელიწადი სწავლა ხანდახან მეტიც, მაგრამ რატო გვისწრებს დღეს ჰარვარდი? იმიტომ რომ იქ ასწავლიან კონკრეტულ თეორიებს და მერე პრაქტიკაში შეუძლიათ რომ ეს გამოიყენო. ნახეთ, რამდენად ჩვენთან რა არის? ჩვენ საქართველოში სტუდენტები არიან ზოგადად ადამიანები არიან ძალიან ნიჭიერები და ის რაც შეიძლებოდა რაზეც დაეხარჯა თქვა სიტყვაზე 3 წუთი 5 წუთი ესენი თავიდან იწყებენ თავისი გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე რაღაც ახლის მოგონებას. მაშინ როდესაც თეორიები არსებობს და ეს თეორიები პრაქტიკაში უკვე უნდა მაგას ჩვენს დავიდანაშაულიოთ თავს რომ ბიზნესის ბრალიცაა რომ ეს ხალხი აი ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში უნდა იყოს Unilab-თან. Unilab-თან, ილიაუნისთან, ყველაფერს, იმიტომ რომ მოთხოვნა საიდან მოდის? მოდის ბიზნესიდან. აი ეს არის და მერე უნივერსიტეტები იძულებულები იქნებიან ამ ფერხულში ჩაებან და მოამზადონ ისეთი კადრები, რომლის ბაზარ სჭირდება. ავეცადოთ დავამატებ, მე ჩვენს თვალს გაგვიგოთ მარტო ჩამახმოვს. ხო, მარტო
მე და ბატონი სოსო არ ვარ სადამის პიროვნებები და ის ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ასე შეგვიძლია, რომ დამიჯერეთ თქვენ, რომ აი ნებისმიერი ეს პროფესია რაღაც საწყის ეტაპზე თქვა დახვეწოთ და იქ გამოხვიდეთ რაღაც სპეციალისტი, შეიძლება დაგვასწრონ მე და ბატონ სოსოს და სრულიად გაგვისწრეთ ხელიდან იმდენი იმხელა მოთხოვნაა, შეიძლება ეს კიდევ თვალის დახურთ დახამხაბა ვერ მოასწროთ მიუხედავად ადრეგი დავითიეთ. კი, ანუ ჩვენ უკვე გქონდა რამდენიმე სააგენტოსთან შეხვედრა და მათი მხრიდან იყო უკვე ესეთი როგორც თქვი რეკვესტები წამოსული, თუმცა დაგაპრიორიტეტებთ, ასე ვთქვათ. და ჩვენს კურსდამთავრებულს პირველ რიგში თქვენ. იკა, ასევე თქვენთან, აი თქვენგანაც კიდე რა გვჭირდება, გეტყვით ბიზნესის წარმომადგენლებს, რა თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ. იმიტომ რომ ყველაფერს ეხა ვერ გავიაზრებ. უნილაბმა რაღაცა აი თქვათ უფრო ხმამაღალი განაცხადი უნდა გააკეთოს. შემიძლია თქვათ აპლიკაციების გაკეთება, შემიძლია ვებ გვერდის გაკეთება, შემიძლია აი ამის გაკეთება და ასე შემდეგ, რაც ჩვენ უკვე აღარ დავიწყებთ ძებნას სხვაგან. და მოვალ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი რომ პოულობთ საჭირო კადრს თქვენთან და მეორე ასევე ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ასევე განვდივართ რომ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა შეგვიძლია ეს იცით ეს რამდენად დიდი ბედნიერება ეხლა ჩვენთვის გარდა იმ თქვათ პრაგმატული მოსაზრებებისა ჩვენც ვიყვარს ხო ჩვენი ქვეყანა გვინდა რომ განათლება მაღალ დონეზე იყოს და მხოლოდ ასეთი თანამშრომლობით შეიძლება რომ ჩვენ ძალიან სერიოზულ შედეგებს მივაღწიოთ. კი ბატონო და აი ზუსტად ეს არის ის რის გამოც გადავწყვიტეთ რომ გარდა იმ ცოდნისა რასაც მივცემთ შემდეგ აუცილებლად გააკეთონ რაღაც თუნდაც იგივე პროტოტიპი დეველოპმენტის შემთხვევაში ან პორტფოლიო დიზაინის შემთხვევაში და ციფრული მარკეტინგის შემთხვევაში რომ მათ შეძლონ რეალურად უფრო მარტივად შეძლონ თავიანთი სკილების, უნარების და გამოცდილების ბიზნესისთვის ჩვენება და რაც შეეხება მიმართულებებს და კონკრეტულ რა თქმა უნდა, მოგაწვით ინფორმაციას და ჩვენს საინფორმაციო არხებზეც დაიდება და აქტიურად განახლდება ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც მინდა ასევე დავსვა და გადავიდე. ანუ ვისწავლე ის რაც მინდოდა, ვთქვათ, გამოცდილებაც მივიღე, მაგრამ მაქვს აი ვიღაცა შეიძლება გქონდეს პრობლემები, ხო, რომელიმე სტუდენტს სამსახურის ძიების პროცესში. ნუ ვთქვათ ეს წარმოვიდგინოთ და როგორ უნდა მოგწოდეთ თქვენ აი უფრო ალბათ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას ან თუ სხვა განყოფილება ეძებს ამ კადრებს, რა თქმა უნდა. როგორ უნდა გავხდეთ თქვენთვის უფრო საინტერესო და აქ ძალიან მინდა შევეხო ჩემს კიდევ ერთ საყვარელ მიმართულებას და პლატფორმას, იქიდან გამომდინარე რომ ციფრული მარკეტოლოგი ვარ, LinkedIn-ს, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენება და საქართველოში მთლად ესე სერიოზულად არ უყურებენ ყოველ შემთხვევაში სტუდენტურ იმაში და მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ჩემს სტუდენტებს მინიმუმ დავარეგისტრირო და კარგი აკაუნტები გავაკეთოთ ერთად. ირაკი, საინტერესოა შენგან ამის მოსმენა, აი რა არჩევებს მისცემ იგივე სოსო შენგანაც რა არჩევებს მისცემთ, როგორი უნდა იყოს მათი ჯერ პირველ რიგში რომ უნდა გქონდეთ და კიდე რა შეიძლება დამატებითი თულები რომ გავუზიაროთ და როგორი უნდა იყოს კიდე ყველაფერი, იმიტომ რომ იქ კიდე თავისი წესები არსებობს და ამ ყველაფერს უნდა ვიცნობდეთ აუცილებლად. კი ბატონო, ჯერ პირველ ნაწილს შევეხები, ანუ როგორ უნდა დავანახოთ ჩვენი თავი HR-სთან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს ტენდენცია მიდის კადრის და ტალანტის მოძიება მხოლოდ HR-ისგან რეკრუტერისგან რაღაც ინტეგრაციის ნაწილი კომპეტენცია აღარ კომპეტენცია დაპასუხისმგებლობა არ არის აქტიურად ერთვებიან უშუალოდ რაღაც ამ მიმართულების ჩამბაში ჩართული რომელიმე პროცესებენ ადამიანები აქ გამიგია ჩემი აზრით ამ ეტაპზე ყველაზე ამ ეპოქაში ესე ვიტყვი ყველაზე ეფექტური და საინტერესო და ვიტყოდი შემოქმედებითიც და ზოგადად მრავალფეროვნად პროდუქტიული გზა არის ნეტვორკინგის საშუალება, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ რაღაცა ესე ვთქვათ ორთოდოქსულად ნეტვორკინგის მიმართულების წაყოლას, არამედ აქტიურად ჩართვა სხვა ასევე უამრავი მარკეტინგის მიმართულებით გვაქვს რაღაცა Airflex-ი, გვაქვს Lion, ანუ კანის ლომების შეჯიბრი და შემდეგ IT-ის კუთხით კი რა თქმა უნდა ყოველწლიურად რაღაცა უკვე დაგეგმილი კალენდარული ივენთების ტარდება და ისედაც რაღაცა product think-ია მაგალითად და data fest-ებია და ამ შემდეგ
სადაც რა თქმა უნდა კომპეტენციის ამაღლებას შევძლებთ მოვისმინოთ გამოცდილი და უწარმოებული ადამიანების ასე ვთქვათ სპიჩები და მივიღოთ თუნდაც მონაწილეობა მე ვასწავლე კი იქ უკვე მაგალითად მე და ჩემი კოლეგები ვისთანაც ერთად მიმუშავია და ვიცი რომ სხვა ესე დიდი კომპანიები რომელიც ტექ ორიენტედ არიან მარკეტინგ ორიენტედ არიან დადიან სპეციალურად მხოლოდ იმისთვის რომ იქ აღმოაჩინოთ წარმოგიდგენთ როგორც აი ჩარლი და შოკოლადების ქარხანა თუ გვაქვს ნანახი ეგრევე ეძახი მე ამ პროცესს რადგან შედიხარ დიდ სივრცეში სადაც მაგალითად ვეძებთ ისე მოდი iOS-ი რადგანაც დავუვეჭეთ iOS-ი იყოს ხო ან iOS-ი აუცილებლად დასაწყები კურსია ხო ან თუნდაც ციფრული მარკეტინგი ავიღოთ რაღაცა copywriter იქნება ეს თუ რაღაც შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა უფრო ნაკლებად აციფრული მაგრამ მოკლედ შედიხარ და წამედიეთ საქართველოში ეს ვთქვათ ვინც არის დაინტერესებული წვრთნელად ამ პოზიციით და უნდა რომ განვითარდეს ამ მიმართულებით ის ადამიანები ხვდებიან და შენ უკვე გაქვს სრული კომფორტი და სრული სოციალური თუ ისე სიტუაციური სიახლოვე და მოქნილობა რომ ამ ადამიანებს პირდაპირ დაირექტლი ესაუბრო და გააცნო შენი ან კომპანია ან შენი ინტერესები ან ასე შემდეგ ამიტომ თქვენ დამწყებ ესე ვთქვათ ადამიანებს რომელსაც ამ მიმართულებით ციფრული მარკეტინგი და IT მიმართულებით უნდა საომაროს განვითარება აუცილებელია გამოჩნდეთ ესე ვთქვათ და აუცილებელია რამდენადაც კომპეტენციების და სკილსეტის გამდიდრება იმდენად სოციალური და ნეტვორკ ანუ ვთქვათ პროფესიული გარემოს და ვთქვათ ნაცნობების კონტაქტების და ნეტვორკების გაზრდა LinkedIn-საც შეეხება LinkedIn-ი არის ჩვენი ანუ გულისხმობ რეკრუტერების და ტალანტების მოზიდვის მიმართულებით ჩართული ადამიანების თვალები, ხელები, ენა, ცხვირი, ყველაფერი LinkedIn-ი არის ჩვენ, რა ვიცი, ჩვენი ოცნება ალბათ რომ საქართველოში გახდეს იგივე კუთხით პოპულარული და დატვირთული როგორც სხვა, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებში და ზოგადად განვითარებულ ქვეყნებში არის ხოლმე. LinkedIn-ი შეგვიძლია შევხედოთ გავაკეთოთ პარალელი მაგალითად Facebook-თან, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ძალიან კაცრად გამომიჯნოთ სოციალური და საქმიანი კომუნიკაცია და შინაარსი და ხასიათი ერთმანეთისგან. როგორც Facebook-ზე ვცდილობთ ჩვენი სოციალური, ასე ვთქვათ, ხარე გავყიდოთ კაი გაგებით და შევთავაზოთ ადამიანებს ჩვენი გემოვნება იქნება დაშავებული მუსიკა თუ ჩვენი მიღწევები თუ ჩვენი ახალი მანქანა თუ ასე შემდეგ. იგივეა LinkedIn-ი, სადაც ჩვენი ყოველი აქტივობა, ყოველი წარმატებულად შესრულებული პროექტი, ყოველი თუნდაც მოსული რაღაც აზრი, რომელიც კი განხორციელებულა და კალმის წვერის აშეხებია ჯერ ფულცელს, ხო ნებისმიერი გავაზრდიოთ იმისთვის, რომ დავანახოთ ჩვენი ტიპი, ჩვენი ხასია, ჩვენი შრომითი კარგის, ჩვენი შრომითი ვთქვათ ტალანტის მიმართულებით, ინტერესები, ძლიერი მხარეები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ხა იმ ტრივიალურ იმას აღარ შევეხები, რომ პროფილი უნდა იყოს სრულყოფილად შევსებული და წლები და რაღაცა მოკლე description-ის თუ ექნება თქვა უკეთესი და რომ უნდა მუდმივად თვალი ვარდევნოთ და notification-ი არ გაუთიშოთ mail-ზე ვიღაცა უწევთ დროულად მივიდეთ გავცეთ პასუხი. დამიჯერეთ ისევ და ისევ iOS-ზე ან ნებისმიერ სხვა მოთხრობებზე რომელიც ჩამოთვალეთ UX დიზაინერზე, Angular developer-ზე და ასე შემდეგ. თუ გვექნება იმის ვთქვათ ხედვა რომ დავინახოთ თქვენი ეს გამოცდილება აკადემიური თუ არ აკადემიური სხვების დაინახავენ ჩვენსა და დღეში შეიძლება 10 inbox-ში 10 მონაწილე დახვდეთ job offer-ებით. ამიტომ აუცილებელია უბრალოდ ადევნოთ მე მქონია პირადი გამოცდილება როცა ძალიან კაი კადრები მართლა ანუ ვთქვათ ექსპერტიზის კუთხით საკმაოდ საინტერესო კანდიდატები მხოლოდ იმიტომ დავახლოვებულობთ და შეიძლება ჩვენი მხრიდან ძალიან საინტერესო ოფერი შეგვითავაზებია, რომ უბრალოდ LinkedIn-ზე იმ მომენტში, იმ დროს, იმ დღეს, იმ კვირაში არ ქონდა თვალყოლი ადევნი და მეილზეც გათიშული ქონდა notification-ი და იყო ეს მიწერილი, დარჩენილი სხვაში რა გზავნია ბოლში ჩადებულ წერილებს. ხო და რა თქმა უნდა მე ვცდილობთ საახლობლო წრით, networking-ის, hunting-ის თუ სხვა გზით გავიდეთ, საბოლოო ჯამში მაინც მოგაკითხავთ, მაგრამ რა თქმა უნდა უმჯობესია თქვენთვის ჩვენ ყოველდღე დამსახურებლისთვისაც და LinkedIn-ს თვალიადევნოთ შევსვათ. სულ ფასოვნად ესე ვთქვათ ის პრობლემაა ვცვალოთ ალბათ ხო აი ძალიან მნიშვნელოვანია კიდე რომ ძალიან ხშირად 6 თვის მერე რომ დაიწყებენ გადავლენან რაღაც ახალს იმეშვებიან შეიძლება ძალიან გვიან კი რა თქმა უნდა სამყარო ზოგადად ძალიან ყოველ წამს იცვლება ამ ხოლამდე სანამ ეს კოლის ამის იქნებოდა სულ სხვა სამყარო დაუტოვეს და რომ დავამთავრებთ სულ სხვა სამყაროში განვაახლებ ცხოვრებას და
LinkedIn-ში რა თქმა უნდა კარიერაში ყოველდღიურად რაღაც task, ყოველდღიურად რაღაც დაბრკოლებას ვლახავთ და ახალ რაღაცებს ვიძენთ, skills და ასე შემდეგ. არა აუცილებელი მხოლოდ ეს ტექნიკური იყოს, შეიძლება ძალიან საინტერესო რაღაცა time management-ი გავიარეთ, რატომაც არა ჩავწეროთ ესეც. ანას შემდეგ. და კიდევ ვიტყვი რომ news feed-ში აქტიურობა ჩემი აზრით ძალიან ისეთია, მომგებიანი ხერხია, იმისთვის რომ უფრო დავანახოთ თვალი. LinkedIn-ს გულისხმობ ხო? LinkedIn-ის სალსახად კი, იმიტომ რომ შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში მოცემულობაში არ ვეძებ, ესე ვთქვათ, მე რიგითად პიროვნება ვიღაცა დაინტერესებული ადამიანის დასაქმებით არ ვეძებ კონკრეტულ პროფესიას, მაგრამ რაღაც თვალში მხვდება ვიღაც ადამიანის აქტიურობა, რომელსაც მოვინიშნავ თუ მე თუ არა ჩემი ტვინი მოინიშნავ და სამომავლო იტყვი ეს ვიღაც შემოვა ახალი მოთხოვნა რაღაც კონკრეტული პოზიციის, მაშინვე გამახსენდა რომ ის ტიპი LinkedIn-ზე დაპოსტა ის რაღაც სადღაც პროექტი გააკეთა, ეგ თქვა და ანუ უკვე ჩანხარეს ეს თქო, ძალიან მნიშვნელოვანია ექსტრა LinkedIn-ზე ამდენს აღარ ვილაპარაკებ ლიკა, იმიტომ რომ ძალიან სტრუქტურულად ილაპარაკა. მე გავამარტო, აი ამ თქვათ პლუს იგივე მიმართულებით, რამდენად მნიშვნელოვანია სასა შენც როგორც ლექტორი, თქვათ ასე შემდეგ. ანუ სწავლის პროცესში ვილაპარაკეთ რომ აქტიური უნდა იყოს, მაგრამ მე პირადად მაგალითად ჩემ სამსახურებში, თქვათ პროექტებში ყოველთვის ვცდილობ რომ ისეთი სტუდენტები ჩავრთო, ვინც რაღაცა გამოიჩინა თავი, თქვათ რაღაცა დამალახსოვრა, ხო? აი ეს რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ყველაფერთან ერთად, რაზეც ირაკლი მილაპარაკა, ეს აქტიურობაც იყოს სტუდენტის მხრიდან. მანდ ორი რაღაცა არის რა, პირველ რიგში დავიწყებ იქიდან რომ გარდა LinkedIn-ისა, რომელზეც ძალიან ბევრი ისაუბრეთ და ძალიან საინტერესო და ძალიან სწორი რჩევები იყო სტუდენტებისთვის, ილია-უნის აქვს ხალხაშორის ძალიან კარგი მიმართულება, რასაც ქვია დასაქმების ფორუმები და მე არ დაგიმალავ და ორი ძალიან მაგარი თანამშრომელი სწორედ აღმოვაჩინე ასეთ დასაქმების ფორუმებზე. და გახდა შემდეგ ჩვენი ჯერ პრაქტიკანტები, გაიარეს სტაჟირება ჩვენთან და შემდეგ უკვე დასაქმდნენ თქვათ ჯეპრაში. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე რაც შენ ბძანე ლიკა, ეს არის ეგრეთ წოდებული ლექტორთან ურთიერთობის საკითხები რა. კონკრეტულად რა მიმართულება, რა თქმა უნდა, ლექციებზე ძალიან ბევრი რამე ჩანს. ჩანს აზროვნების მიმართულება, ჩანს ინტერესები, ჩანს მიმართულება ზოგადად, რაც შეიძლება რომ კონკრეტულად, თქვათ, სამომავლოდ გამოადგეს, თქვათ, ლექტორს ან ვინმე ძალიან ხშირად ლექტორებს ეკითხებიან, რომ ხომ არ იცი ასეთი და ასეთი ახალგაზრდა, როდესაც თქვათ არ შეძდით CV-ები, როდესაც ვაკანსიაა გამოცხადებული. აქედან გამომდინარე, აქტიურობა კონკრეტული მიმართულებით, რასაკვირველია მნიშვნელოვანია და ასევე უნივერსიტეტის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა. ამას დავამატებდი აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მე მინახავ ხან პროექტებზე ეპატიჟებიან ბიზნესის წარმომადგენლებს, პროექტების განხილვაზე, პროექტების დამტკიცებაზე, ხან სადიპლომო ნამუშევრების მოსმენაზე, ძალიან ხშირად ყოფილვარ კონკრეტულად რაღაცა ღონისძიებებზე, მაგალითად მარკეტინგული ომები ტარდება ილია-უნისში, ტურმოუდი ტარდება, რა მაგრა ვიცი ილია-უნის ამბები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი ისეთი აქტივობაა, სადაც მნიშვნელოვანია სტუდენტის ჩართულობა და ეს არ უნდა ეგონოს სტუდენტს, რომ ეს რაღაცა დამატებითი ეგრეთ წოდებული ტვირთი არის მისთვის პირიქით. ყველა ასეთი აქტივობა აუცილებლად მოგიტანთ შედეგს. და ის ადამიანი თუ დაჯდა სახლში, არის არა ლექციებზე, არ მოვიდა უნილაბში, არ გააკეთა პროექტი, არ ჩაერთო აგერ ახლა ილია პლუსი არის თქვენთან თუ არ ვწდები პროექტი, არ ჩაერთო მარკეტინგულ ლომებში, არ წავიდა თქვენ შვენიერ კამპუსებში და იქ რაღაცა პროექტში არ მიიღო მონაწილეობა, ჰაკათონებში არ ჩაერთო. მაშინ სად უნდა ვიპოვოთ ეს ადამიანები? მე აგერ ირაკლის თქმის არ იყოს თუ თქვათ არც იმაში რა ქვია LinkedIn-ში არ აქტიურობს, მეილი არ აქვს მიბული, მეილს არ ამოწმებს. ამიტომ ეს ყველაფერი რაც ირაკლიმ ჩამოთვალა ძალიან სწორად და ძალიან დეტალურად და მკაფიოდ. ამას დაუმატოთ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური თანამონაწილეობა. ეს არის
როდესაც ვამბობთ, რომ რა არის წარმატების ფორმულა სტუდენტისთვის, ეს არის წარმატების ფორმულა. ეს არის, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ ასეთ ღონისძიებაში იღებ მონაწილეობას, პლუს ძალიან მშვენიერი თუ არ ვწდებით, წელიწადში ორჯერ ტარდება ილიანოვის დასაქმების ფორუმები, იმ დასაქმების ფორუმებში თანამონაწილეობა გიზდით კონკურენტუნარიანობას. ხო შეიძლება ერთი მხრივ პარადოქსულად მოგეჩვენოთ, რომ ჩემი თანამონაწილეობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში როგორ მისდის მე, ვთქვათ, კონკურენტუნარიანობას. არა, პირიქით. იმიტომ რომ თქვენ გამოსაჩენი იქნებით და როდესაც ასეთი კითხვით თუნდაც მიმართავენ, სად უნდა იპოვონო თქვენ წინა შეკითხვაზე, სად იპოვოთ, სად შეიძლება რომ აღმოაჩინოთ. აი ასეთ რაღაცეებზე შეიძლება აღმოაჩინოთ ახალი ტალანტები. ასეთ რაღაცეებზე შეიძლება მოვძებნოთ ის ადამიანები, რომელსაც შეიძლება 20 წელია ვეძებდით აქამდე და ვერ მოვძებნეთ. აი ეს არის ჩემი ვთქვათ პასუხი. და მე ვფიქრობ, ალბათ ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება თვითონ სტუდენტებისთვისაც, ხო, ამ ყოველფერში მონაწილეობის მიღება, ამ კიდე ერთი გამოცდილება. ძალიან დიდი მადლობა. ბოლო შეკითხვა მაქვს, არ ვიცი, თუ კიდე გვაქვს რამე დამატებითი რჩევები, რაც შეიძლება გავუზიაროთ, ან იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ირჩევენ მიმართულებას, თუ რა მიმართულება შეარჩიონ, ისწავლონ და ასე შემდეგ, ან თქვათ, დასაქმების მსურველებისთვის, შეგვიძლია გავუზიაროთ ლექციის ბოლოს. კი ბატონო, მე ვიტყვი ესო საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, რაც ვთქვათ, გულით და წრფელად გვაინტერესებს ის პროფესია უნდა ავირჩიოთ და იმათ რომ გავიხედო, ჩვენი რაც მოწოდება ბავშვობიდან არის იურისტობა, რა თქმა უნდა, გავხდეთ იურისტები, იმიტომ რომ ყოველ წარმატებულები მხოლოდ მან ვიქნებით, მაგრამ თუ სამყაროში გვინდა სადაც ბედი და ვიყოთ ტექნიკურ იქნება ეს მარკეტინგი თუ IT თუ ასე შემდეგ, ჩემი რჩევა იქნება, რა თქმა უნდა, რომ პირველ რიგში ვიაქტიუროთ, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილება და ამისთვის უნილაბი და სხვადასხვა პლატფორმები გვეხმარება, თუ რომცაც დაგვეხმაროს GitHub-ია და ძალიან ბევრი პლატფორმა, სადაც უკვე გამზადებული პროდუქტები და რომელსაც შეგვიძლია გადმოვწოთ, გავარჩიოთ, რაღაცები ჩავასწოროთ, ფერი შეუცვალოთ, რაღაც მექანიზმი, პატარა მოტორიკა შეუცვალოთ და მარჯვენის მაგერ მასწრებად გადმოვიდეს რაღაცა ის არის და ამით უფრო დავიხვეწოთ ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება და რაც თავარია მეორე ნაწილი უფრო გამოვჩნდეთ, ვიყოთ აქტიურები, რაც უნდა ვთქვათ ექსტრავატები ვიქნებით თუ არა, მიმონაწილეოთ სხვადასხვა ივენთებზე და დავანახოთ ჩვენი თავი არა მარტო HR-ს, არამედ ამ კონკრეტული მიმართულებაში უკვე წარმატება მიღწეულ ადამიანებს, რადგან რეკომენდაციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნეტვორკინგია ძალიან მნიშვნელოვანი, ბატონს დავეთანხმები, რომ მე პირადად ყავს დასაქმებული რამოდენიმე ვიტყოდი, რომ ათეულობით ადამიანი ჩემ კარიერაში, რომლებიც სტუდენტებში ლექტორების და პროფესორების და მათი რეკომენდაციებით მიგვიღია ესე ვთქვათ და ნუ შემდეგ რა თქმა უნდა გამომართლებიათ ეს რეკომენდაციები. ამიტომ აქტიურობა ყველა ფანზე, როგორც ექსპერტიზის ისე networking-ის, კონტაქტების, რაღაცათა გამოჩენის, LinkedIn-ის ან სხვა საშუალებებით და რაც თავარია ბოლოს ვიტყვი, რაცა უკვე დავუხვეწავთ რაღაცა კონკრეტული ექსპერტიზის შეძენას შევძლებთ, მე პირადად გირჩევთ, ესე ვთქვათ, ბოლო რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად ეცადოთ შეეხოთ ისეთ პროდუქტებს, რომლებსაც სხვა ადამიანები იყენებენ. გააკეთოთ რაღაცა ბიუროკრატიაში ჩასული რაღაცა პროდუქტები, რომლებიც რაღაც თვითონ ჭანჭიკებს და მექანიზმის როლებს ასრულებენ, არამედ თუნდაც მარკეტინგში, თუნდაც IT-ში, არამედ ისეთი პროდუქტები, რომლებიც გადის გარეთ, ორგანიზაციის გარეთ და ყავს რეალური შემფასებელი, რეალური რაღაც მომხმარებელი და ამით უფრო და უფრო განვითარდებით, იმიტომ რომ როცა მოხმარებაში სხვა ადამიანების და კლიენტის ანუ customer-ის მიერ მაშინ ვიღებ რეალურ ხედვას თუ საით უნდა წავიდეთ სამომავლოდ და საით არა. და ბოლოს ვიყოთ მოქნილები, agile სამყაროში ვცხოვრობთ, უკვე კაი ხანია და შეცდომების არ შეგვეშინდეს, რამდენჯერაც შევწდებით იმდენჯერ ავდგეთ და gamification-ის. და ეს ალბათ ის პერიოდია, როდესაც ყველაზე უფრო მეტად შეგვიძლია ესეთი ექსპერიმენტების კეთება. ეხლა არის ყველაზე კომფორტულ გარემოში, უნიხაბში და ისეთ პერიოდში, როცა პირიქით შეცდომების არ დაშვება ძალიან დიდი შეცდომა, ყველაზე დიდი საბოლოო შეცდომა იქნება. ამიტომ როგორც ვიდეო თამაშებში რაღაც დაბრკოლებებს ამარ მოკვდებით რაღაცა ჩიხში სუპერ მარიოთი თამაშობ და განაახლებ თამაშს რო გადავახო და უფუძლიები იყოთ, ისე შანსი არ გვაქვს კარიერაში, შანსი არ გვაქვს ექსპერტიზაში და ზოგადად ვთქვათ წარმატების გზაზე შანსი არ გვაქვს შეცდომის და წაქცევის და სიკვდილ გაცოცხლების პრინციპით ვაწავიდეთ ამ ამის გამო და
დაწნეულია ბევრი თამაშობს ვიდეო თამაშებს და მიხდება ზუსტად ძალიან კიდევსვი წაქცევა ადგომას. მე გავაგრძელებ, მადლობა ძალიან საინტერესო შეკითხვისთვის და ზოგადად აი ამ დროის გამოყოფისთვის, რომ საშუალება გვაქვს რომ ვესაუბროთ ახალ თაობას და დავიწყებ კითხვით, რამ სხვათა შორის ერთი საინტერესო სპეციალისტი არის, რომელმაც ახალი თეორიისკენ, ახალი კონცეფცია შეიმუშავა, სადაც ის ამბობს, რომ brainstorming-ის, ანუ გონივრული შტურმის დროსაც კი დასვით კითხვებიო და თავარი ამოცანა თქვენი ცხოვრების იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, არის რაც შეიძლება მეტი 20 სწორი კითხვის დასმა. და ეს არის ჰალ გრეგენსენი, რომელმაც აი ეს წიგნი ფაქტობრივად ახალი 2018 წელს გამოსცა და ძალიან საინტერესო წიგნია, რომელიც მეც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეუბნებოდი ჩემს სტუდენტებს, რომ დასვით შეკითხვები. რატომაა საჭირო შეკითხვების დასმა? ორ რამეს წავაწყდი ახალ თაობაში და მინდა რომ გაგიზიაროთ. პირველი ეს არის ის, რომ ზოგადად რაღაცნაირად გაჩნდა ახალ თაობაში, რაც არ მომწონს მომავლის შიში. ეხლა აღარ მახსოვს ამ ფობიას რა ქვია, მაგრამ ყველაზე მეტად ვისაც არ უნდა ეშინოდეს მომავლის, ეს არის ახალგაზრდობა. რა აქვს დასაკარგი? ფაქტობრივად არაფერი. ამიტომ ირაკლის თეზას გავიმეორებ მეც, რომ დაუშვით შეცდომები, ოღონდ მცირე შეცდომები. შეიძლება რომ რომელზეც თქვენ თვითონაც შეიძლება ისწავლოთ. რატო უნდა დაუშვათ ეს შეცდომები, რომ მე დიდი შეცდომა არ დაუშვათ და როდესაც ვლაპარაკობთ, რომ სად არის წარმატებისკენ მიმავალი გზა, ეს არის სწორედ შეცდომის მეთოდზე დაფუძნებული ძალიან ბევრი შეკითხვის დასმის გზა. ამ შეკითხვის დასმის დროს თქვენ იმდენ რაღაცას მოისმენთ, იმდენ პასუხს და იმდენად სწორად გაანალიზებთ, რომ შეგეძლებათ უკვე თქვენ თვითონვე განსაზღვროთ, სად არის წარმატების გზა. ეს ერთი. მეორე, როდესაც ვლაპარაკობ და მშვენიერი სათაური ქვია ჩვენს აი ამ talks წარმატებული სამუშაო ბედნიერებისთვის. რა არის ბედნიერება და აი ამის განსაზღვრა ფაქტობრივად ხან ვილაპარაკობდა ამაზე, ხან ვცდილობდა ამის განსაზღვრას, ფაქტობრივად შეუძლებელია, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურია. აქედან გამომდინარე, ბედნიერება არის ჩვეულებრივად აღქმა. რა არის თვითონ აღქმა, როდის გეძლევა ბედნიერების, როდესაც წარმატებული ხარ. და წარმატებული ხარ მაშინ ალბათ, როდესაც გაქვს საყვარელი საქმე, ემსახურები ამ საქმეს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, უზიარებ სხვებს. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემის აზრით. ეს არის გადამწყვეტი, რასაც ისწავლით, გაუზიარეთ სხვას, იმიტომ რომ მერე მან გაგიზიაროთ. და ძალიან კარგი თეზა არსებობს ასეთი, როდესაც ვასწავლი, მეც ვსწავლობ. რაც რამდენსაც რაოდენობის ცოდნასაც გავცემ, იგივე ცოდნა თუ არა მეტი მიბრუნდება, ხო? ისევ შოთა რუსთაველზე ბრუნდებით, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. და რაც უფრო მეც გასცემ და არ კარგავ, მით უფრო ბედნიერი ხარ და მინდა უსურვო ჩვენ სტუდენტებს, უნილაბის აი ამ ძალიან უზარმაზარ გუნდს, თქვენთან შემოკრებილ ადამიანებს, რომ ბედნიერებისკენ მიმავალი გზა გაიმარტივონ, ემსახურონ საყვარელ საქმეს, ემსახურონ იმას, რა ძალიან მოსწონთ და მათ ბედნიერებას ცივი ნიავიც კი არ მიეკარება. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო დასასრულისთვის. სოსო გალუაშვილი და ირაკლი მიქიაშვილი, ჩვენი დღევანდელი სტუმრები. მე იმეც ვიტოვებ, რომ უნილაბის მომავალ პროექტებში კიდე აუცილებლად ვითანამშრომლებ და გვექნება ხოლმე საინტერესო შეხვედრები და ვინც დღეს ვერ მოახერხა აი ამ ვიდეოს ყურება, ვეტყვი მათ, რომ ჩვენი ეს ლექცია ისევე როგორც წინა ლექციები აუცილებლად აიტვირთება ჩვენს YouTube-ის გვერდზე და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა მინდა ლიკა თქვენ პერსონალურად გადაგიხადოთ მოწვევისთვის, აი ესეთი მშვენიერი ახალგაზრდა ადამიანის გაცნობისთვის და რასაკვირველია იმ შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენი აზრები, ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა ამ ადამიანებისთვის და კიდევ ერთხელ
ჩემი წინადადება ალბათ ირაკლის თავის შემაჯამებელ სიტყვაში იტყვის ამას, ჩვენი წინადადება კონკრეტულ სპეციალისტებთან დაკავშირებით ძალაშია. კი ბატონო, გადავწევ, ანუ მე ვიქნები შუამავალი კიდე პლუს ამ ყველაფრისა, რომ დავათანხმები სოსოს მადლობა პირველში ჩვენ მართლაც რომ დღეს ეს ვთქვი თუ ამას დავარქვათ შევხვდით ერთმანეთს და ძალიან მოხარულია ლიკა თქვენ ძალიან მადლობა რომ მოგვიწვიეთ და ყველა იმ ადამიანს ვინც უკან დგას უნილაბის რამოდენიმე თან შეხება მქონდა და ძალიან მოტივირებული ენთუზიაზმი მქონდა ადამიანთა წლეხარ დაწნობილად წამოწევას მიაღწევს და ჩვენი მხრიდან ბიზნესი მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ვითანამშრომლობთ იმ ფარგლებში, რომ თან შევძლოთ უნილაბის განვითარება, რადგან ჩვენი სასიცოცხლო ინტერესებიც ესაა, რომ იყოს საჩვენო მეტი პლატფორმა ტალანტების წარმოებისთვის. ჩემი დაპირებაც, რა თქმა უნდა, iOS-ზე ნებისმიერ სხვა პოზიციაზე არის კვლავ აქტუალური და ლიკას საშუალებით თუ იმეს ინტერესი ექნება, ჩვენთან აუცილებლად გელოდებით. ასევე პატარა ანონსმენტს გავაკეთებ ჩვენ ორგანიზაციაში acarabet.com-ის და Startup Ride-ის შეიძლება გსმენიათ ამ პროექტის შესახებ ვიწყებთ ხვალ იდეების, ესე ვთქვათ, ჰაკათონს, ეს არ იქნება ტექნიკური hardcore ჰაკათონი, ეს იქნება იდეების კონცეფციების შეჯიბრი, რომელიც რა თქმა უნდა ტექ გადაწყვეტილებებზე არის მორგებული და ეხება ამ კორონავირუსიდან ნებისმიერი ვულკანმა ამოხეთქოს საქართველოში ნებისმიერი სოციალური იზოლაციის დროს როგორ უნდა შეძლონ ადამიანებმა სოციალური აქტივობის გართობის ერთმანეთთან რაღაც გაზიარების და იმ წესების და რაღაცა ჩვევების შენარჩუნება რაც გვაქვს სოციალურ აქტივობაში. ამიტომ ვინც დაინტერესებული იქნებით, გელოდებით ძალიან საინტერესო სპიკერები გვაქვს, მათ შორის უცხოელები, მათ შორის ქართველები და ძალიან ესეთი საინტერესო და მსუხე საპრიზო ფონდის. ირაკლი ეს დავაზუსტებ, ესე იგი საჩვენებაა ნახონ უფრო ინფორმაცია და ერთი კითხვა კიდე ონლაინ ტარდება სავარაუდოდ. რა თქმა უნდა, ონლაინ ტარდება ყველა აქტივობა, რადგანაც თვითონ თემატიკაც ონლაინ გამოწვევას ეხება. ლინკს ჩაგიგდებთ ამ ივენთის ამ კომუნიკაციის ველში ესე ვთქვათ, რაც კომენტარის ველია და თუ დაინტერესდებით თან იმე უბრალოდ სპიკერების მოსასმენად ან მონაწილეობის მისაღებად მოხარულები ვიქნებით და გელოდებით სამომავლოდ ნებისმიერ აქტივობაში და შრომით ურთიერთობაში რასწორად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ორივეს და მოკლედ იმედი მაქვს, რომ აუცილებლად ძალიან ბევრ პროექტს ერთადაც განვახორციელებთ და უკვე იმ პროექტებზე და იმ ღონისძიებების ფარგლებში დავპატიჟებთ უკვე ჩვენ სტუდენტებს. მადლობა და ნახვამდის. ნახვამდის, მადლობა.